ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაվել ჰერჩინსკი მის მიერ საქართველოზე გაკეთებული განცხადების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ჰერჩინსკისა და მაკაბოჭორიშვილის შეხვედრა ცერემონიების სასახლეში გაიმართა, სადაც რამდენიმე კვირაა საგარეო უწყების ადმინისტრაციული ნაწილი გადავიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პაվել ჰერჩინსკის მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ბოჭორიშვილმა კი თქვა, რომ ხელისუფლება ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყარზე დგას საქართველო. 22 აპრილს ბრიუსელში ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურში საქართველოს შესახებ გამოფენის გახსნაზე ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ის რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს საქართველოს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. კითხვაზე რა იყო პაվել ჰერჩინსკის განცხადებაში მუქარის შემცველი, ბოჭორიშვილმა უპასუხა, რომ მიუღებელია ყველაფერი ის, რაც საზოგადოებაში პოლარიზებას აღვივებს. ევროკავშირის ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით ბოჭორიშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა მხარეებს შორის ნდობას ძირს უთხრის და საქართველოს ევროკავშირის პარტნიორობას აზიანებს. 2026 წლის 27 აპრილს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაվել ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკაბოჭორიშვილთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული. ბრიუსელში ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურში საქართველოს შესახებ ორგანიზებული ღონისძიების და მის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველოს ევროკავშირის პარტნიორობას. სამწუხაროდ ბრიუსელის ქმედებები მხოლოდ როგორც ქართული საზოგადოების მეტად პოლარიზაციის და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისაგან გადადგმულ ნაბიჯებად შეიძლება შეფასდეს. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუდმივად გამოხატავს მზაობას კონსტრუქციული დიალოგისთვის და ევროკავშირის მხრიდან მოელის სამართლიან და პატივისცემაზე დამყარებულ დამოკიდებულებას. პაվել ჰერჩინსკის დაბარებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც გააკეთა. ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას ევროკავშირის წევრობის გზას აშორებს. წერილში ასევე მითითებულია, რომ ევროკავშირის საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ევროკავშირის საქართველოს გვერდში უდგას და ეხმარება დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობაში. ევროკავშირმა არაერთხელ დაადასტურა საქართველოს წინსვლის სურვილი. ევროკავშირის ლიდერებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას გვჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა ქვეყნისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს. ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს ნამდვილ ერთგულებას და ხელშესახებ რეფორმებს ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას. უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისაგან სწრაფვის დამაჯერებლობას. ევროკავშირის საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს. სურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. ევროკავშირის ელჩის დაბარება ოპოზიციაში უკვე შეფასდა საქართველოს ეროვნული, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური ინტერესების დამაზიანებელ ქმედებად. მათი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის რეალური გამოწვევები მოგვარდეს, ოცნება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს ესხმის თავს. იმ დროს, როდესაც ირანის ელჩი არ არის დაბარებული და არ არის გამოკითხული იმასთან დაკავშირებით, რომ რატომ ემუქრებოდა ქართულ ხალხს ასეთი ენით, იმ დროს, როდესაც უნგრეთის ელჩი არ დაუბარებია და არ უკითხავთ რუსეთის ჯაშუში მუშაობდა 4 წლის განმავლობაში საქართველოში, რასთან ქონდა შეხება, იყო თუ არა უნგრეთი ინფორმირებული და როგორ უნდა აღვიქვათ ეს, რომ უნგრული დიპლომატიური საფარის ქვეშ ამ ქალაქში მუშაობდა მაღალი ალბათობით მაშინაც რუსეთის ჯაშუში და ასეთ ვითარებაში ბოჭორიშვილი საკუთარ თავს უფლებას აძლევს, რომ თავს დაესხას ყველა იმ ელჩს, რომელიც არის ამ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენელი და რა თქმა უნდა ის იქნება ეს ილიანოზე გაკეთებული განცხადებების გამო თუ ელემენტარული პროდემოკრატიული განცხადებების გამო იბარებს საქმის გასარჩევად იმ სახელმწიფოების ელჩებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორები. ეს ადასტურებს თვალნათლივ, რომ ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არის საქართველოს ტრული ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური ინტერესების დასაზიანებლად. რა თქმა უნდა, პაվել ჰერჩინსკის დაბარება არის ივანიშვილის აი ამ ბარბაროსული პოლიტიკის გამოხატულება, რომელიც უპირისპირდება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ეს არის არამხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევა, არამედ ქართული ტრადიციების დარღვევაც არ შეიძლება ირჩევს განსხვავებული აზრის გამო ასე იქცეოდეს საქართველოს თუნდაც დე-ფაქტო ხელისუფლება და რა თქმა უნდა ჰერჩინსკის დაბარებაც, ჰერჩინსკის ეს ორკესტრირებული შეტევაც ამ ყველაფრის გამოხატულება გახდა. ოცნება ბუნებრივია თავის განცხადებით ისევ თავის პროპაგანდისტულ ნარატივებს ცდილობს დაუბრუნდეს და გააძლიეროს თავის ამორჩეველში. დღეს თუ ვინმე აპირისპირებს საზოგადოებას
და უქმნის რეალურად საფრთხეს ჩვენს ქვეყანას, ეს არის ოცნების პოლიტიკა. საქართველოს წლების წინ განიხილებოდა როგორც აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში და დღეს სამწუხაროდ ოცნება თავისი იზოლაციური პოლიტიკით ჩვენს ქვეყანას ეკაჩება sabჭოთა სივრცეში, სადაც სტაბილურობა ფაქტურად არ არსებობს. შესაბამისად, მათი პოლიტიკა ნამდვილად უქმნის საფრთხეს ჩვენს ქვეყანას. საქართველოზე პაվել ჰერჩინსკის ნათქვამს მაშინვე მოჰყვა ქართული ოცნების ლიდერების, მათ შორის ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის საპასუხო განცხადებები, თითქოს ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით ემუქრება. კობახიძემ და კალაძემ თქვეს ისიც, რომ პაվել ჰერჩინსკის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა დაებარებინათ.